ბატონ ვალერი, დავიწყოთ იმის შეფასებით, რაც ვნახეთ, რაც მოვისმინეთ, თავისთავად როგორც მოვლენა, როგორც ფაქტი, რამდენ სერიოზული მნიშვნელობის არის ეს და რაზე მეტყველებს. ეს იმაზე მეტყველებს გიორგი, რომ ეს არის დიდი გამარჯვება სომხური დიპლომატიის და დიდი გამარჯვება აზერბაიჯანული დიპლომატიის და სამწუხაროდ ამას ვერ ვიტყვი ჩვენ საქართველოზე, იმიტომ რომ ვაშკარად არის ამოვარდნილი საქართველო ამ კონტექსტიდან, მაგრამ ამის და მიუხედავად მე ვთვლი, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვისაც კარგია. Რატომ ვინაიდან ეს ატარებს რეგიონალურ ხასიათს, ნუ სრულფასოვან ხასიათს არა, ვინაიდან ჩვენ იქ არა ვართ. სხვათა შორის ეს ამერიკელებისთვისაც უფრო კარგი იქნებოდა, რომ სამივე ქვეყანაში განხორციელებულიყო ეს ვიზიტი და როგორც დაგვირგვინება ამისთანა ვიზიტის მოეწყოთ მაგალითად სამხრივი შეხვედრა ფორმატში 1+3, მაგრამ ნუ ჯერჯერობით არსებობს სერიოზული დაბრკოლებები საქართველოსთან მიმართებაში, რაც ალბათ თავის დროზე კარგად ჩამოაყალიბა საკუთარ წერილში ბატონმა რუბიომ, რომლის მიღებაც კი ასე ვთქვათ არ არის სურვეს ქართულ ოცნებაში სამწუხაროდ, მაგრამ კარგი რატომ არის ეს საქართველოში ვფიქრობ, იმიტომ რომ საქართველოსთვის, იმიტომ რომ რეგიონში ასეთ ვიზიტის განხორციელება ნიშნავს, რომ აქ იქნება მეტი ამერიკის შეერთებული შტატები, მეტი გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების, შესაბამისად მეტი უსაფრთხოება, მეტი კეთილდღეობა, მეტი ინტეგრაცია, მეტი განვითარება და მეტი თანამშრომლობა. მეტი მშვიდობა. შესაბამისად ნაკლები რუსეთის გავლენა, რაც ნიშნავს ნაკლებ ომს, ნაკლებ კონფლიქტს, ნაკლებ ჰიბრიდულ ომს, ნაკლებ ცოცხალ ოკუპაციას და ასე შემდეგ და ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს არის ოღონდ რა თქმა უნდა ჩვენ გვრჩება ესე დაუკმაყოფილებლობის გზნობა როგორც საქართველოს აუცილებლად უნდა მოუბრუნდეთ მათ შორის ქართული ოცნების დაჟინებულ მცდელობებს რაიმე სახის კონტაქტზე გავიდნენ თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან რაც არ არის ცუდი ამ შემთხვევაში რატო ფიქრობ ამას აუცილებლად მოგახსენებთ და თქვენი აზრი აინტერესებს მაყურებელს როგორც გამოცდილი დიპლომატიის ამ შემთხვევაში და პოლიტიკოს თქვენ არ ხართ რომ რაღაც მიკერძოება გქონდეთ მაგრამ მინდა კონცენტრირდეთ თავად ამ ვიზიტის ფორმაზეც. აი მაგალითად ძალიან საინტერესო სანახაობა იყო მთელი ოჯახით. რო ჩავიდა ვიცე-პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნებები იყო, ხა მთლიანად ვერ მივეცით ეთერში, მაგრამ ხვალ კიდევ უფრო დეტალურად დაამუშავებ ჩვენი ახალი ამბების სამსახური მთავარ მესიჯებს, თავად ჯიდეივენსის, მაგრამ იქ ითქვა ხაზგასმით რა. აქ საუბარი არის მაღალი სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაზე სხვა ქვეყნისთვის და ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ ასეთ რაღაცა შეერთებული შტატები იშვიათად აკეთებს და ეს მეტყველებს მაღალ ნდობაზე და ახსენა რადავინ, ახსენა პრემიერი ფაშინიანი. ანუ ერთი რომ შეერთებული შტატებს გაუჩნდა ნდობა ამ პარტნიორებისადმი, იქნება ეს სომხეთი თუ აზერბაიჯანი და მეორე, აქაც არის საკვანძო ფაქტორები სომხეთის შემთხვევაში პერსონალურად ფაშინიანის მხარდაჭერის ესე ვთქვათ, ცდელობა აშკარად სახეზე არის. მოდი ამაზე მე შევჩერდები და მაინტერესებს თქვენი შემჩნევები და კომენტარები თუნდაც აი ამ დეტალებთან დაკავშირებით. კი, აი ძალიან მოკლედ მაგასთან დაკავშირებით. ნამდვილად აი მთელი ოჯახით ჩასვლა ბავშვები, მცირეწლოვანი ბავშვები და ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ პროტოკოლური თან ხაზგასმით გაკეთდა ეს ტრაბზე ნახეთ, რომ ჩამოდიოდნენ ესე იგი ბავშვები მოყვებოდა მათ ჯიდივენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის გზავნილი ყველასთვის. რომ ეს არის ქვეყანა, სადაც მე ვგზნობ თავს უსაფრთხოდ, ეს არის ჩემი საიმედო პარტნიორი და მე ამას ვაფასებ და აქედან გამომდინარე მე ვაწარმოებ პოლიტიკას ამ ქვეყანაში. ეხლა სამხედრო კომპონენტებიც იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით იმაზე, რომ ბირთვული პროგრამის თაობაზე იქნებოდა დოკუმენტი გაფორმებული, ჩიპების ერთობლივ წარმოებაზე, მიწოდებაზე, თავისთავად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ მე მინდა რას მივაქციო ყურადღება, ბატონო გიორგი, რომ საერთოდ აი ძალიან საინტერესო იყო. საერთოდ არ შეიმჩნია არც ერთმა მხარემ, რომ აქ სადმე არსებობს რუსეთი. დიახ. თითქოს მათ შორის ბაზები არის თითქოს არ იყოს სომხეთი არც ევრაზიული კავშირის წევრი, არც დსთ-ს წევრი და ასე შემდეგ. საერთოდ ეს თემები არ არსებობდა და ისეთი შეგრძნება დაგჭებოდა ადამიანს, რომ ეს არის საერთოდ ძალიან ნორმალურ ვითარებაში მყოფ ქვეყანასთან, ტრადიციულ პარტნიორთან ასე განვითარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად სერიოზულად კნინდება რუსეთის როლი სამხრეთ კავკასიაში. რუსეთი ვერაფერს ვერ აკეთებს ამის საპასუხოდ ჩვენ ვისმენთ ნაწილობრივ ცინიკურს, მაგრამ სრული უძლურების გამოხატულებას ამ თემასთან დაკავშირებით პუტინის
კომენტარ განცხადების კი არა დააკვირდით ეს ჩვენ გავიგეთ ტრამპის მონათხრობიდან როცა მან თქვა რომ სატელეფონო საუბარშიო პუტინმა მითხრაო რომ აცო გაუცებული ვარ რომ ამდენი წელია მე ამ შედეგის მიღწევას ვთილობდიო და შენ ეს როგორ მოახერხებ ხო რა თქმა უნდა ეს ამოტრიალებული რეალობა არის ვაღიაროთ რომ ძალიან რუსეთის და მთელი მისი წვლილი ზუსტად იმაში იყო რომ მშვიდობა არასოდეს დამყარებულიყო მაგრამ ეს არის სრული უძლურების დემონსტრირება. სრული უძლურების დემონსტრირება რუსეთის ხაზგასმა ტრამპის მიერ ძალიან ელეგანტურად. ხო და სხვადასხვა ძალიან კარგად აი დიპლომატიურად ძალიან კარგად შეფუთული გზავნილი იყო. არ ვიცი ეს ნამდვილად თვითონ ტრამპის მოფიქრებული იყო თუ ვინმე ეს ურჩია, მაგრამ მე ძალიან ვიხალისე ამ გზავნილს. ბატონო, ჩვენ არ გვაქვს ახალისოდ საქმე საქართველოს ამ შემთხვევაში, რადგან შტაბ-შტილება რომ ჩვენ გეოპოლიტიკურ ჭრილში აღმოჩნდით ნამდვილად არ არის უარგუმენტო, თუმცა ამავე დროს ძალიან გვაიმედებს ის, რომ შეერთებული შტატები ასეთი ამბიციებით და ასე სისტემურად შემოდის რეგიონში. ანუ ეს ვიზიტი მათ შორის იმის მანიშნებელია, რომ თეთრ სახლში და ოვალურ კაბინეტში შეხვედრა ხელმოწერა არ იყო ერთჯერადი ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული აქტი, ომები დამამთავრე. არამედ ამას მოყვა სერიოზული სამუშაო პროცესი, რამდენიმე ვიზიტი სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, სატელეფონო საუბრები დამატებით ფაშინიანთან და ალიევთან, თავად ტრამპის, ამ ორი პრეზიდენტის და პრემიერის მიწვევა ტრამპის მიერ ორგანიზებულ სამიტებს და ვიცით რომ ღაზაში თებერვალში კიდევ ერთი შედგება და ახლა უკვე ვიზიტი ვიცე-პრეზიდენტის შეერთებული შტატების, ხო? ანუ ეს ნიშნავს, რომ უკვე სისტემურად შეერთებული შტატები რეგიონისკენ შემოტრიალდა, ან ჩვენ სამეზობლოში კი არა ჩვენთან იწყებს გარკვეული არქიტექტურის მშენებლობას. ახლა საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე რამ. პირველი რაც მინდა რასაც ხაზი გაუსვა და შევახსენო ჩვენს მაყურებელს. ქართული ოცნების მთავარი ნარატივი, რა თქმა უნდა, უკავშირდებოდა მოლოდინებს, რომ ტრამპი მოვა და ყველაფერი დაალაგდება, ხო? გვახსოვს ეს კონკრეტული თარიღებზე მიმული მოლოდინები და ასე შემდეგ. ამ ნარატივის ქვენარატივია შინაარსობრივი, რასაც ეხლა იმეორებენ ძალიან ხშირად, რა, დაწყებული კობახიძით, პაპუაშვილი და ყველა დანარჩენით. ამ დღეებში განსაკუთრებით რუბიოსთან და ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან მილანში შემთხვევით ტელეფონში გადაკვეთის შინაარსის ინტერპრეტირების დროს, რომ აი ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა მძიმე მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, ბაიდენის ადმინისტრაციასთან ქართულ ოცნებებს ძალიან გაურთულდა ურთიერთობა, განსაკუთრებით 22 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მათ მიერ დაკავებული პოზიციის გამო, როდესაც ისინი ფაქტობრივად პუტინის ადეპტებად იქცნენ საერთაშორისო პოლიტიკაში და ქვეყნის შიგნით დაიწყეს ძალიან მკაფიოდ გამოხატული ანტიამერიკული, ანტიდასავლური მესიჯების შემოტანა, დამკვიდრება და ასე შემდეგ და გადაწყვეტილებების მიღებაც. მაგრამ მათ არ ქონდათ კარგი ურთიერთობა, უბრალოდ ტრამპისავე ადმინისტრაციას აქვს ყველაზე მეტი საფუძველი იყოს განაწყენებული ივანიშვილზე პერსონალურად და მის ხელისუფლებაზე. რატომ? იმიტომ რომ მათი მხრიდან იყო ერთადერთად საჯაროდ გამოხატული სურვილი და ინტერესი, რა რჩევები ქონდათ საქართველოსთან როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან. და მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს და ვაჩვენო კიდევ ერთხელ, რომ სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის დაჟინებული მოთხოვნის ნაწილი იყო და რეკომენდაცია ანაკლიის სპორტთან დაკავშირებული და რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებისა და გავლენების შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოდით ვნახოთ აი ეს ვიდეო, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის, მისი სახელმწიფო მდივნის და CIA-ის ხელმძღვანელის კომენტარს და განცხადებას წარმოადგენს და მერე გავაგრძელოთ საუბარი. Look, Georgia is home to an ancient culture and a proud people. საქართველოს უძველესი კულტურის და ამაყი ხალხის სამშობლოა. მისი ისტორია კავკასიის უზარმაზარ მთებსა და შავ ზღვას შორის იწერებოდა. ქვეყნის დედაქალაქის თბილისის ცენტრში დრაკონის შემოსვლელი წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული. ამ სვეტზე გამოსახული ამბავი ქართული ხალხის სულისკვეთებას გამოხატავს. ერის მამაც და უშიშარ ხასიათს წარმოაჩენს. ამის მომსწრენი გავხდით მას შემდეგ, რაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას მოვაწერით ხელი და წელს ამ დოკუმენტის 10 წლის იუბილე აღინიშნება. ჩვენი ერები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ პერიოდში საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ვაჭრობა და ენერგეტიკა, დემოკრატიის გაძლება და კულტურათა დიალოგის შესაძლებლობების შექმნა. მთელი ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს საოცარი გამძლეობა გამოიჩინა. 2008
გვაწევს რუსეთის მიერ მისი დაპყრობასა და ოკუპაციისას. დღეს საქართველო კვლავ მიიჩნევა საერთაშორისო ტურიზმის დანიშნულების ცენტრად, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად და გლობალური უსაფრთხოების ძალისხმევის მონაწილედ. ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკასთან, რათა არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებას წარმოაჩენენ, თუმცა არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს. Those pretended friends do not have Georgia's best interests at heart. ძვირფასო მაყურებელი, ეს არის პომპეო, სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი, ძალიან სერიოზული გავლენების მქონე ადამიანი დღესაც, ის ძალიან აქტიურია რესპუბლიკურ ისტაბლიშმენტში და ეს იყო და არის ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციები, მათი რეკომენდაციები საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში, რომელიც არა უბრალოდ უგულებელ ყველს, არამედ ამერიკულ ინტერესებს, დასავლეთის ინტერესებს ამ რეგიონში ყველანაირად ძირი გამოუთხარეს, რისი საშუალებაც მათ მიეცათ. ბიძინა ივანიშვილის თავრობამ და ივანიშვილმა პირადად. ჩემი შეკითხვა ბატონ ვალერი მდგომარეობს იმაში, რომ აი ეს ბოლო მცდელობები, რომლის ინტერპრეტაციაც თავად აი ქალბატონი ბოჭორიშვილის, ყაველაშვილის მონათხრობი იქნება თუ უკვე კობახიძეების და სხვების და მათი დეპუტატების გამოიხატება იმაში, რომ აი უკვე გაჩნდა რაღაცა გარკვეული სიგნალი, რომ შეიძლება ეს ურთიერთობები რაღაც გარკვეული წერტილიდან, მკვდარი წერტილიდან დაიძრასო და რომ სუფთა ფურცლიდან შეიძლება ეს ყველაფერი აიღოს. აი თქვენ როგორი მე მაგალითად ძალიან მინდა რომ ეს ურთიერთობები მართლაც განახლდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილობრივ მაინც პრობლემებს შექმნის მათი ლეგიტიმაციის კუთხით გარკვეული პრობლემური იქნება, გარკვეული თვალსაზრისით, ხო? მაგრამ მე მაქვს აბსოლუტური მოლოდინი იმასთან დაკავშირებით და წარმოდგენები და ფაქტები გვეუბნება ამას გაკეთებული განცხადებები, წერილების შინაარსი, სახელმწიფო დეპარტამენტის ჩამონათვალი თემების, რომელსაც საქართველოს უკავშირებენ და ასე შემდეგ, რა შეიძლება დაეყრდნოს ეს ყველაფერი და ამ ხრივ თუ შეერთებული შტატები აქტიურად შემოვა, მათ შორის ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის და მნიშვნელოვანი გადატვირთვის პროცესში ეს მე მხოლოდ გამიხარდება. აი თქვენ რა შტაბეშტილებები გაქვთ თავად ქართული ოცნების ბოლო მცდელობებისთან მიმართებაში და რა მოლოდინები თეთრი სახლის ადმინისტრაციის და განსაკუთრებით რუბიოს დამოკიდებულების კუთხით ქართული ოცნების წარმომადგენლებთან. რამოდენიმე მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. პირველი მე ვფიქრობ, რომ ბატონმა ირაკლი კობახიძემ შეცვალა თავისი რიტორიკა. მე ამას რაში ვამჩნევ? ადრე იყო ეს კონცეფცია, რომ ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ ეს ახალი ფურცლიდან. ჩვენ ამას ხშირად ვაკრიტიკებთ, ამის თანამიდგომას არგუმენტებს აღარ გავიმეორებ, თუ რატომ არის ამის თანაგზავნილი გამაღიზიანებელი ამერიკელებისთვის. შემდეგ ეს შეიცვალა, ჩვენ მზად ვართ განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ფურცლიდან. ეს იყო გარკვეული მოდიფიცირება უკვე ამ მესეჯის, სწორი გზით, ასე ვთქვათ, და ეხლა დღეს გამოჩნდა უკვე კიდევ ახალისა, ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ. ეს არის სწორი. ეხლა გააზრებულად ამას აკეთებს ბატონო ირაკლი კობახიძე და ამზადებს ამასთან დაკავშირებით რამეს თუ არა, ეს მე არ ვიცი, მაგრამ თვითონ ეს დინამიკა, თვითონ აი ტერმინოლოგიის თვალსაზრისით სწორია. ეხლა ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ეს რა თქმა უნდა ჩვენ მიჩვეული ვართ იმას, რომ ბატონი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია სხვათა შორის რუბიო ანაკლებად, მაგრამ დანარჩენები სულ აკრიტიკებენ ბაიდენს, დემოკრატებს და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ბატონი ტრამპი გამოირჩევა, მაგრამ არ არის სასარგებლო და არ არის კარგი ტონი, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა, ასე ვთქვათ, აყვნენ მიმდინარე ადმინისტრაციას ამ რიტორიკაში და აკრიტიკონ, ასე ვთქვათ, წინა ადმინისტრაცია. ეს არ არის არც კომპეტენტური და არც პროფესიონალური. იმიტომ რომ არავინ არ იცის 2028 წელს ვინ გაიმარჯვებს. დიდი ალბათობით შეიძლება ისევ დემოკრატები დაბრუნდნენ და მაშინ ეს შექმნის პრობლემას თუ იმ პერიოდისთვის, რა თქმა უნდა, ისევ ქართული ოცნება იქნება, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში. ამის ძალიან კარგი მაგალითია სხვათა შორის ზელენსკი, თუ გავიხსენებთ ჩვენ აი 2019-20 წლებში როგორი წნეხი იყო მაშინ პრეზიდენტ ტრამპისგან. საიმისოდ რომ ხო გახსოვთ ეს გახმაურებელი ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებული ხანტერ ბაიდენის საქმესთან დაკავშირებით მაშინ ბეწვის ხიდზე გაიარა ზელენსკიმ, არც ერთი აწყეინა, არც მეორე.
ბაიდენი მოვიდა ხელისუფლებაში და შემდგომ ეს ძალიან დაეხმარა უკრაინას, რომ პირველ ეტაპზე ასე ვთქვათ გამკლავებოდა რუსეთის აგრესიას და შემდგომ ტრამპთანაც მიუხედავად ყრევებისა აღადგინა ეს. ანუ ეს არის აი დიპლომატიის უმაღლესი პილოტაჟი და ეს აუცილებლად უნდა ჩვენ გავითვალისწინოთ. ეხლა ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში არის ფორმირებული ძალიან ძლიერი ორპარტიული შეხედულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ კონგრესში მეგობარი აქტი მიიღო დიდი უმრავლესობით წარმომადგენელთა პალატამ 349 კონგრესმენმა მისცა აბსოლუტური უმრავლესობა. ინიცირებულია სენატში, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი აფერხებს პროცედურას. კიდევ ბოლო ის რაც მინდა ვთქვა, რომ ესე იგი საერთოდ დიპლომატია ფასობს თავისი ფუნდამენტალური პრინციპებით, რაც არის მემკვიდრეობითობა, მდგრადობა და პროგნოზირებადი ხასიათი. და ამერიკის დიპლომატია ამით გამოირჩევა და ამისი ბევრი მაგალითი შეიძლება ჩვენ მოვიყვანოთ. მაგალითად, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, რომელიც იქნა ხელმოწერილი რესპუბლიკელების მიერ იანვარში და მერე განხორციელებული დემოკრატების მიერ. ეხლა სომხების მიერ ხელმოწერილი დემოკრატების დროს სტრატეგიული თანამშრომლობის ბაიდენი იყო ჯერ. ბაიდენი და ეხლა გააგრძელდა ხო ტრამპმა. ბაიდენმა შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენთან როდის? 30 ნოემბერს, როცა უკვე იყო შემდგარი საპრეზიდენტო არჩევნები. ეს ის დროა, როდესაც უკვე მიმდინარეობს გადაცემა ტრანზაქცია. ფაქტობრივად ერთად იქ მუშაობა. ძალიან კარგად არის ეს ჩამოყალიბებული. ანუ ისედაც ასე რო არ იყოს, ბატონო, მე შეგნებულად ვაჩვი გავახსენე ხალხს პომპეოს ეს განცხადება, ვიზიტი, ჩამოსვლა, ის განცხადება. ანუ თუ კი დემოკრატებს ამოვაგდებთ საერთოდ, ხო? და ეს ანაბანა არ ვიცით ამერიკული პოლიტიკური სისტემის მუშაობის, დიპლომატიის და ასე შემდეგ. თუ ამის ილუზიები აქვს, ხო? აი ამოვაგდეთ დემოკრატები და პირიქით ძალიან ცუდი კაცი იყო ბაიდენი და ვერ იტანს ტრამპი და გასაგებია ეს მართლაც ესე არის მის რიტორიკაში ჩანს ყოველდღიურად, ხო? მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენი საქმე რაც არის და რაც ამათ გონიათ, ამათმა თვითონ რესპუბლიკელები, თვითონ ტრამპი გადააგდეს. ტრამპის მოთხოვნა შეაქციეს ზურგი. ტრამპის ინტერესებისა და რჩევების საწინააღმდეგოდ გააძლიერეს საქართველოში და რეგიონში რუსული და ჩინური ინტერესები. ანუ თუ მემკვიდრეობითობაზე მიდგება საქმე, თუ ვინმე შეიძლება იყოს განაწყენებული, ამათზე ამ თვალსაზრისით ბაიდენი კი არა, ტრამპია. დიახ და სხვათა შორის ამისთვის იყო ზუსტად ჩამოსული ჩვენთან პენსი. ხო, ანუ თუ რამეზე დაელაპარაკებიან, ზუსტად ისევ იმის გაგრძელებას დაელაპარაკებიან. ოღონდ ამას ახლა დაემატება ახალი კომპონენტები. დიახ, აი ეს მაინტერესებს. ამას დაემატება ახლა ის, რაც მე დარწმუნებული ვარ, იქნებოდა აუცილებლად რუბიოს წერილში, რომელიც გადმოცემაც უნდოდა ელჩს აქ და რომელიც გადმოცემაც ვერ მოხერხდა. და ეს არის ორი სიტყვა, ეს არის პატიმრები და კანონები. იმიტომ რომ ესე იგი, ჩვენ თუ ვინმეს ახლა თუ აქ ილუზია გვაქვს, რომ ჩვენ ქართულ ენაზე აქ რაღაც კანონებს ვამტკიცებთ და ამერიკელები ამის თაობაზე არაფერი არ იციან, ძალიან კარგად იციან, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ძალიან კვალიფიცირებული დიპლომატები მუშაობენ. რამოდენიმე ათეული, ამასთან ერთად რამოდენიმე ათეული თუ უფრო მეტი არა ძალიან მომზადებული ქართველი ექსპერტები, რომელიც ასე დაწურულ ინფორმაციას ძალიან კარგად აწვდიან ამერიკელებს. შესაბამისად, თუ რეალურად ჩვენ გვინდა და მე მინდა რომ დავინახო ეს ტენდენცია ბატონო ირაკლი კობახიძის გამონათქვამებში, რომ ის არა შემთხვევით ფრაზეოლოგიას ცulis, არამედ რაღაცას უფრო მეც გულისხმობს და თუ ეს რაღაცა არის მართლა სერიოზული ნაფიქრალი, მაშინ უნდა იყოს ნაჩვენები გზა კომპრომისისკენ. ეს თუ არ აჩვენეს, გარეშე თუ არ აჩვენეს, ვერანაირი ასე ვთქვათ, ბატონი მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრები და რაღაცა მე ხარ შეუდგები რა უნდა გაკეთებულიყო და ისთვის უნდა ამაზე დრო არ აქვს, მაგრამ თავარი არის ეს კონკრეტული ნაბიჯები და მზაობის დემონსტრირება კომპრომისისკენ, რომელიც არაერთხელ უთხრეს მოიყვანს თანხმედრაში ფასეულობით სისტემებს. არა, თქვათ, ხალი უნდა იყოს, კაცი, ახლა ყველაფერი ვიცით, გავიგეთ, ძალიან კარგი, შეიძლება ეს ვიმეოროთ მრავალჯერზე, მაგრამ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტები სხვა. დიდი მადლობა ბატონ ვალერი, დაგემშვიდობებით. ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის, გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი.